ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Anker-მა თავის მიერ წარმოებული პორტატული დამტენები, ეგრეთ წოდებული power bank-ები უკან გამოიწვია, ძალიან მარტივად ვთქვა, წარმოებიდან ამოიღო და ზოგიერთ მომხმარებელს, რომელსაც ის უკვე ჰქონდა შეძენილი, მოუწოდა რომ უკან დააბრუნოს, რადგანაც არის ძალიან დიდი ტექნიკური პრობლემა. ეს პრობლემა ეხება ლამის მილიონ ეგზემპლარს, ანუ საკმაოდ დიდ გამოწვევასთან გვაქვს საქმე და ეს ეხება ძირითადად 2016-დან 2019 წლამდე პერიოდში წარმოებულ power bank-ებს და პრობლემა უკავშირდება ლითიუმ-იონურ ბატარეას, რომელიც ამ power bank-ებში არის ხალხმოსასწომი და არის გარკვეული რისკი ტექნიკური იმისა, რომ ეს ბატარეები გამოვიდნენ წყობრიდან, გასკდნენ, მარტივად რომ ვთქვათ, გაუჩნდეთ ცეცხლი და გამოიწვიონ აალება, რაც განსაკუთრებით საფრთხილო და საშიში არის მაშინ, როდესაც საუბარი გვაქვს ტრანსპორტირებაზე, კერძოდ საჰაერო ტრანსპორტზე, სადაც როგორც წესი ყველაზე ხშირად power bank-ებს იყენებენ. ამ დრომდე კომპანიამ მიიღო გაუმართავობის 19 საჩივარ და როგორც ეს სწორედ საჩივრების შემდეგ ხდება ასეთი გადაწყვეტილებები და ჯამში მიიღო კომპანიამ კიდე ამ ადამიანებმა, რომლებიც დაზარალდნენ დაახლოებით $60,000 ზარალი და ამანობიც Anker-ს რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 1,158,000 ერთეულ პორტატულ დამტენს, რაც ძალიან დიდი რიცხვია და ამათი უდიდესი ნაწილი კი არა და სრულად ისინი იყიდებოდა 2016 წლის ივნისიდან 2022 წლის დეკემბრის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ონლაინ მაღაზიებში, მათ შორის Amazon-ზე, Newegg-ზე და eBay-ზე. და მოკლედ გადასამოწევლად შექმნა სპეციალური ვებგვერდი Anker-მა, სადაც ადამიანი როცა შევა, იქ შეუძლია კოდით გაიგოს კონკრეტულად ეს დაზარალებული არის თუ არა ეს power bank-ი და საჭიროების შემთხვევაში უკვე იქ პროცედურები არის აღწერილი თუ როგორ უნდა დააბრუნოს. საქართველოს შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს, რომელმაც იყიდა ეს power bank-ი, იმიტომ რომ Amazon-ზე იყიდება ის, ამიტომაც საყურადღებოა ეს საკითხი ნამდვილად და თუ ვინმეს აქვს ამ მოდელის კონკრეტულად Anker PowerCore 10000-ის მოდელის მქონე power bank-ი, მაშინ ის ნამდვილად ყურადღებით უნდა იყოს და სანაცვლოდ ისინი მიიღებენ ან ახალ უფრო მძლავრ power bank-ს, ან $30 სასაჩუქრე ბარათს, რადგან დაახლოებით სწორედ ამდენი ღირდა თავის დროზე ეს power bank-ი.